ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი და გრძელი სხეულის ნაწილები აქვთ. დიახ, ისინი ნამდვილად არსებობენ, სუნთქავენ და ცოცხლობენ. ხელებიდან, რომლებიც მკლავივით გრძელია, თმებამდე, რომელიც ავტობუსზე უფრო გრძელია. აქ არიან 20 ადამიანი, რომლებსაც აფრიკაში ყველაზე არაჩვეულებრივი სხეული აქვთ. მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ, თხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა და დავიწყოთ. ნომერი 20. სულამანა აბდულ სამედი. განას გიგანტი, რომელიც კვლავაც იზრდება. ეს არის სულამანა აბდულ სამედის, ან როგორც მეტსახელად იცნობენ, ოს ცხოვრება. გამბაგას ქალაქში ჩრდილოეთ განაში შეუძლებელია ის ვერ შეამჩნია. ის მხოლოდ მაღალი კი არ არის. ის სიტყვასიტყვით გიგანტია. ბოლო გაზოვისას მისი სიმაღლე 9 ფუტსა და 6 დუიმს აღწევდა. და რაც უფრო გასაოცარია, ის შეიძლება დღემდე იზრდებოდეს. ექიმების თქმით, მას აქვს ეგრეთ წოდებული ჰიპოფიზური გიგანტიზმი. იშვიათი მდგომარეობა, როდესაც ტვინი ზედმეტად გამოყოფს ზრდის ჰორმონს. ეს ნიშნავს, რომ საქმე მხოლოდ სიმაღლეში არ არის. ეს ბრძოლა გადარჩენისთვისაც. მისი ხერხემალი დამახინჯებულია, ფეხები შეშუპებული აქვს და ყოველდღე იტანს ტკივილს. მათ პატარა ქალაქში თითქმის არ არის ისეთი დაწესებულება, რომელიც ასეთ მდგომარეობას გაუმკლავდება. პირველად, როცა ჯანდაცვის მუშაკებმა მისი გაზომა სცადეს, მათ ზომის ლენტაც კი არ ეკოთ. ეს სიმართლე. მათ უბრალოდ მიახლოებით გაზომეს. როცა საავადმყოფოში ნამდვილი ზომა გამოვლინდა, პერსონალიც კი გაუცდა. მაგრამ ყველა სირთულისა და ადამიანების დაჟინებული მზერის მიუხედავად, აუდი მშვიდად იყო. ის უბრალოდ კი არ ცხოვრობს. მან მიიღო თავისი განსხვავებულობა და ეს თავისი ისტორიის ნაწილად აქცია. ნომერი 19. ჯოის ადო. ქალი, რომელიც თითქმის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა თავისი დიდი მკერდის გამო. თუ სხვებს უბრალოდ დიდ მკერდიანს ეძახიან, ჯოის ადო, რომელიც ონლაინში უფრო ცნობილია როგორც Boosty GH, პირდაპირ სიმბოლოა განსაკუთრებულობის. ის განას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება, არა მხოლოდ თავისი ქარიზმით, არამედ თავისი უჩვეულო ანატომიითაც. მისი მკერდის სიდიდის გამო თითქმის ვეღარ ხედავს, როცა ბრას ატარებს. ერთ-ერთ ინტერვიუში DJ Niamisთან, SVTV აფრიკადან, მან გაიხსენა დაუვიწყარი შემთხვევა. ის კიბეზე წაიქცა, რადგან მკერდის სიდიდის გამო ფეხები ვერ დაინახა. დიახ, ეს სიმართლეა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის გამოჯამთელებას კვირები დასჭირდა. მისი თქმით, როცა ბრას არ ატარებს, უკეთესად ხედავს. სასაცილოა, მაგრამ სიამდვილეში საშიშიც არის. თუმცა, სივრცხვლის ნაცვლად, ჯოისი ამაყობს თავისი სხეულით. მსოფლიოში, სადაც ქალებს ხშირად ამცირებენ, ის მამაცად დგას. ის არ იმალება და ბევრისთვის ეს არის ნამდვილი ძალა. ნომერი 18. გაბრიელ მიანი. ადამიანი, რომელიც ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო. მანამდე სანამ გიგანტები TikTok-ზე ან YouTube-ზე გახდებოდნენ პოპულარულები, მოზამბიკელი გაბრიელ მიანი უკვე ყველა სხვაზე მაღალი იყო. 8 ფუტზე და თითქმის 1 ინჩზე სიმაღლით, ის არა მხოლოდ აფრიკაში იყო ყველაზე მაღალი. ის ასევე იყო გინესის მსოფლიო რეკორდის ყოფილი მფლობელი, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცოცხალი ადამიანი. დაიბადა 1944 წელს. გაბრიელი სწრაფად გაიზარდა მდგომარეობის გამო, რომელსაც აკრომეგალია ეწოდება. ამ მდგომარეობაში ორგანიზმში ზრდის ჰორმონის ჭარბუებაა. როგორც კი მოზარდობის ასაკს მიაღწია, აშკარად ჩანდა, რომ ეს ჩვეულებრივი ზრდა არ იყო. მაგრამ გაბრიელის ამბავი მხოლოდ ქებადიდება არ არის. მისი ზომის გამო მას მოძრაობა უჭირს, ძლიერი ტკივილი აქვს სხეულში და იმ სოფლად, სადაც გაიზარდა, სამედიცინო დახმარება ძალიან აკლფა. მიუხედავად ამისა, ის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა, როგორც ცირკის შემსრულებელი, გახდა ცნობილი და მთელი მსოფლიომ გაიცნო. 1988 წელს მას გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნად დააჯილდოვა. მაგრამ ხოდ 2 წლის შემდეგ სახლში დაცურება მისი გარდაცვალება გამოიწვია. მაშინ ის 46 წლის იყო, მისი ცხოვრება უზარმაზარი იყო, მაგრამ ძალიან მოკლე. ნომერი 17. ჯონ ვერუ. კაცი, რომელმაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფრჩხილები არ მოიჭრა. სხვები თავიანთი ერთგულებას ვარჯიში თან მსხვერპლით აჩვენებენ. მაგრამ ჯონ ვერუ კენიიდან მისი ფრჩხილების საშუალებით უკვე 25 წელზე მეტია ზრდის თავის ფრჩხილებს, რომლებიც ახლა სახაზავზე უფრო გრძელია. თითოეული მათგანი 1 ფუტზე მეტია. დიახ, ეს სიმართლეა. და ეს უბრალოდ ახირება არ არის. მისი თქმით, ეს დისციპლინისა და პრინციპულობის სიმბოლოა. ის არ იყენებს რაიმე სპეციალურ პროდუქტს, მხოლოდ ბუნებრივი მოვლა და დიდი სიფრთხილე. მაგრამ ამის სანაცვლოდ ყოველდღიური საქმეები უჭირს. წარმოიდგინე პერანგის ღილების შეკვრა, მობილურის გამოყენება ან ხელის ჩამორთმევა, ყველაფერი გამოწვევა. არიან ადამიანები, ვინც ეჩვის თვალით უყურებენ.
ზოგი ამბობს, რომ ეს უცნაურია, მაგრამ ჯონისთვის მისი ფრჩხილები მისი პიროვნების ნაწილია. ის უკვე გამოჩნდა რამდენიმე ადგილობრივ ტელევიზიასა და საინფორმაციო საშუალებებში. ეხლა კი ის უკვე ერთგვარი ცნობილი ადამიანია. ეს მხოლოდ მისი ფრჩხილების სიგრძის გამო არ არის, არამედ მისი მტკიცე პოზიციის გამოც. როცა რამეს იწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო. ნომერი 16. ბრაჰიმ ტაკიოლა, კაცი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ფეხი აქვს. უმეტესობისთვის ფეხსაცმლის ყიდვა უკვე რთულია. მაგრამ ბრაჰიმ ტაკიოლასთვის მაროკოდან ეს თითქმის შეუძლებელია. ის გინესის მსოფლიო რეკორდის მფლობელია. მსოფლიოში ყველაზე დიდი ფეხისათვის. მისი ერთი ფეხი 13 ინჩს აღწევს სიგრძეში. თითქმის მთელი ფურცლის ზომა. ევროპული ზომით 58 ყველაზე დიდ ფეხსაცმლის მაღაზიაშიც კი ვერ პოულობს მისთვის შესაფერის ფეხსაცმელს. ამიტომ გამოსავალია, რომ ორთოპედიულ სპეციალისტებთან შეუკვეთოს ფეხსაცმელი. მაგრამ ბრაჰიმს მხოლოდ ფეხები არ აქვს განსაკუთრებული. მისი სიმაღლეა 8 ფუტი და 1 ინჩი. ის ასევე ერთ-ერთი დღეს ცოცხალ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. სხვა ადამიანების მსგავსად ამ სიაში მასაც აქვს მდგომარეობა, რომელსაც აკრომეგალია ეწოდება. რაც გამოწვეულია ორგანიზმში ზრდის ჰორმონის ჭარბი რაოდენობით. ის დაიბადა 1982 წელს, თავიდან მისი სხეულის ცვლილებები შეუმჩნეველი იყო. თუმცა მოზარდობის ასაკში მისი ზრდა ნორმას გადააჭარბა. 18 წლის ასაკში ის უფრო მაღალი იყო ვიდრე მასწავლებლები და ექიმები, რომლებიც მას ზომავდნენ. მან ქირურგიული ოპერაცია ჩაიტარა, რათა შეეჩერებინა არანორმალური ზრდა. მაგრამ მისი სხეულის ზომა, განსაკუთრებით ფეხის, აღარ დაბრუნდა ნორმალურ მდგომარეობაში. ეს უკვე მუდმივი ნაწილი გახდა მისი პიროვნების. ნომერი 15. მანუტე ბოლი, NBA-ის მოთამაშე, რომელსაც უზომოდ დიდი გული ჰქონდა. პირველად მანუტე ბოლი NBA-ის მოედანზე გამოვიდა, ყველა მიიხედა, რადგან ის მხოლოდ მაღალი არ იყო. მისი სიმაღლე იყო 7 ფუტი და 7 ინჩი, ხოლო მკლავების შლილი 8 ფუტი და 6 ინჩი იყო. თითქოს მას არ სჭირდებოდა ხტომარო ბუთი დაებლოკა. მაგრამ მანუტეში ყველაზე დიდი მისი სხეული კი არა, გული იყო. მანუტე დაიბადა 1962 წელს სუდანში და ის დინკას ტომიდან იყო, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი წევრებით. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი თავის დროის NBA-ში. მაგრამ კალათბურთის შემდეგ, სწორედ მაშინ, უფრო მეტად აღფრთოვანდნენ მასით. სუდანში სამოქალაქო ომის დროს მან თავისი შემოსავალი და პოპულარობა გამოიყენა დასახმარებლად. მან მილიონობით დოლარი დახარჯა დაზარალებულების დასახმარებლად. მან ააშენა სკოლა, საავადმყოფო და დაეხმარა ლტოლვილებს. ამის გამო გაკოტრდა. დაენგრა მისი ჯანმრთელობაც სხეულში ერთის შემდეგ მეორე გართულება ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ავადმყოფობისა დახმარებას არ წყვეტდა. მანუტე გარდაიცვალა 2010 წელს, მაგრამ მისი ისტორია ჯერ კიდევ ცოცხალია. არა მხოლოდ როგორც მოთამაშე, არამედ როგორც ნამდვილი გმირი თავისი ქვეყნისთვის. ნომერი 14. უმბალა ნო ვუმენ, აფრიკის რაპუნცელი ქალები. მათ არ სჭირდებათ საბავშვო ზვაპარი, ისინი თავად არიან ზვაპარი. უმბალანო ვუმენის ქალები ნამიბიიდან ადრე ცნობილები იყვნენ, როგორც აფრიკაში ყველაზე გრძელი ბუნებრივი თმის მქონე ქალები. მათი თმის ღერები იატაკამდე აღწევდა. სიტყვით. მაგრამ ეს უბრალოდ თავისით არ გაზრდილა, მას წლების განმავლობაში დიდ შრომას ახმარდნენ. ბავშვობიდანვე იწყებენ წმინდა თმის მოვლის პროცესს. გამოიყენებენ ნარევ ბუნებრივ ზეთებს, სამკურნალო მცენარეებს, ხის ქერქს და დაფქულ მიწას ან ოქრეს. ნელ-ნელა ცნავენ, ამოკლებენ, აგრძელებენ და აძლიერებენ ბუნებრივი ტექნიკების გამოყენებით. როცა გოგონა გაიზრდება, მისი თმა მხოლოდ სამკაული აღარ არის. ეს არის კულტურის, ქალურობის და ღირსების გვირგვინი. თმას ასევე იყენებენ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა ქორწილი, დაბადება და სარიტუალო ღონისძიებები. კაცობაში ან ქალობაში გადასulis აღსანიშნავად. მაგრამ როდესაც კოლონიური გავლენა და თანამედროვე ცხოვრება შემოვიდა, ეს ტრადიცია ნელ-ნელა გაქრა. პრეს მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა. ფოტოები, ამბები და მოხუცები, რომლებიც ჯერ კიდევ ახსოვთ, თუ როგორ იყო უმბალანო ქალების თმა, ოდესღაც სილამაზისა და იდენტობის სიმბოლო მთელ აფრიკაში. ნომერი 13. აბიოდუნ ადეგოკე. აფრიკაში ყველაზე მაღალი კალათბურთის პერსპექტიული მოთამაშე. მაშინაც კი როცა NBA-ის მოთამაშეები პატარა ჩანან აბიოდუნ ადეგოკეს გვერდით, რომელსაც ბიგ ნაიჯას ეძახიან. მისი სიმაღლე მერყეობს 7 ფუტსა და 9 ინჩს შორის. 7 ფუტსა და 11 ინჩამდე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ სკაუტს გითხოთ. წარმოიდგინე, ის არა მხოლოდ მაღალია, არამედ სუბუქად მოძრაობს მოედანზე, ძლიერი დაცვა აქვს, სწრაფი ფეხები და ისეთი დიდი ფრთების შლილი, რომ თითქმის აღარ სჭირდება ახტომა, რათა დააზდანკოს. ერთმა ვირუსულმა ვიდეომაც კი აჩვენა, როგორ აზდანკა მან ახტომის გარეშე. შაკილ ონელიც კი ძალიან გაკურებული იყო და თავადვე გამოეხმაურა ამ ვიდეოს. აბიოდუნი ნიგერიაში დაიბადა და გაიზარდა ისეთ ადგილას, სადაც არ იყო საკმარისი სავარჯიშო სივრცე.
შესაბამისი ფეხსაცმელი და არც ნორმალურ ჯანდაცვაზე ჰქონდა თვლა. მაგრამ მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, მან დაამტკიცა, რომ შეუძლია კონკურენცია. დღეს ის განაგრძობს ვარჯიშს, რომ მიაღწიოს NBA-ს, მაგრამ აბიოდუნისთვის ეს მხოლოდ თამაშზე არ არის. მას ასევე სურს იყოს შთაგონება მისნაირი ბავშვებისთვის, რომლებიც ოცნებობენ შეზღუდული საწყისი პირობების მიუხედავადაც. ნომერი 12 რინგ ოველტან მალავაჩი. 17 წლის 7 ფუტი და 2 ინჩი სიმაღლით ოლიმპიადაზე მიმავალი. სხვა თინეიჯერები როცა დაკავებულები არიან TikTok-ით და ML-ით, რინგა ველკან მალავაჩი უკვე წარმოადგენს სამხრეთ სუდანს ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირზე. ის მხოლოდ 17 წლისაა. მისი სიმაღლე 7 ფუტი და 2 ინჩი. დამწვრთნელების თქმით, ის კიდევ იზრდება. ის დაიბადა სამხრეთ სუდანში, არეულობისა და სიღარიბის გარემოში. რიგის ახალგაზრდობა სირთულეებით, შიშითა და თავგადასავლებით იყო სავსე. მხოლოდ იმისთვის, რომ ყოველდღე გადარჩენილიყო. მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი NBA აკადემია აფრიკამ მასში განსაკუთრებული პოტენციალი დაინახა. გამოკვებეს, ასწავლეს და ავარჯიშეს. შედეგი კი მოედანზე ნამდვილი მონსტრი გახდა. უკვე მაღალი იყო და თან სწრაფიც. რაც თავარია, თამაში გონებაც აქვს. კოდ სიმაღლეზე არ არის დამოკიდებული. იცის დროის შეგრძნება, პასი და დაცვაც. როცა FIBA-ს მსოფლიო თასის შესარჩევში ითამაშა, ბევრმა საერთაშორისო სკაუტმა მიაქცია ყურადღება. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მხოლოდ მისი ნიჭი კი არა, არამედ მისი მიზანი. ის სერიოზულია, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ თავისი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს წინსვლა. ნომერი 11 ჩარლზ საგლი. ბოლტას გიგანტი, რომელიც უბრალოდ ფეხსაცმელს ეძებს. ის არ არის celebrity. ის არ არის ინტერნეტ ვარსკვლავი. მაგრამ ჩარლზ საგლი, რომელსაც განას უოლტას რეგიონში ყველაზე მაღალ კაცად თვლიან, ისეთივე მაღალი ისტორია აქვს, როგორიც მისი სხეულია. მისი სიმაღლე 7 ფუტზე მეტია. და ამის გამო მისთვის არც ერთი წყვილი ფეხსაცმელი არ არის შესაფერისი. ის ყოველდღე ფეხში შველი დადის, მიუხედავად გზის სიცხისა თუ გარემოს სიბინძურისა. გარდა იმისა, რომ ეს საშიშია, ზოგჯერ მისთვის სამარცხვინოც არის. მისი დედის თქმით, მან ჩარლზი 10 თვე ატარა მუცლად, სანამ ის დაიბადებოდა. და მას შემდეგ მათ უკვე იცოდნენ, რომ მასში რაღაც განსხვავებული იყო. ის სწრაფად იზრდებოდა და თითქმის აღარ გაჩერებულა. მაგრამ მისი დიდი სხეული თან ახლდა ცხოვრების სირთულეებს. მას არ ჰქონდა ნორმალური სკამი, საწოლი, ან თუნდაც ტრიციკლი, რომელშიც ჩაეტეოდა. ტანსაცმელიც კი ყოველთვის სპეციალურად შეკერილი ჰქონდა. და რაც ყველაზე სამწუხაროა, მას არასდროს უსურვია პოპულარობა. მას უბრალოდ უნდა ერთი ნორმალური წყვილი, ფეხსაცმელი და ცოტა სამედიცინო დახმარება. სოფლიოში, სადაც ყველა ვირუსულ ამბებს მისდევს, გასაკვირია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ის იყო, რომელსაც რეალური საჭიროებები ჰქონდა, ჩუმად რჩებოდა. ნომერი 10 სულეიმან ალი ნაშნოში. ლიბიის მდუმარე გიგანტი. არ არის ბევრი ადამიანი, ვისაც შეუძლია თქვას, რომ ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრი ყოფილა. ფელინის ფილმშიც მონაწილეობდა და სიმაღლეში 8 ფუტსა და 9 ინჩს აღწევდა. მაგრამ სულეიმან ალი ნაშნუშმა ეს ყველაფერი შეძლო და თითქმის არავინ იცის მისი სრული ისტორია. ის დაიბადა 1953 წელს ტრიპოლიში, ლიბიაში. ბავშვობაში მისი ზრდა ნორმალური იყო, მაგრამ მოზარდობის ასაკში ის უცებ ძალიან გაიზარდა. სიმაღლის გამო მას დაუდგინდა სიმსივნე ჰიპოფიზის ჯირკვლის მახლობლად. ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც ზრდის ჰორმონებს აკონტროლებს. შედეგად გავითარდა გიგანტიზმი. და ეს უბრალოდ სიმაღლე არ იყო, მისი საბოლოო სიმაღლე 8 ფუტი გახდა. მაგრამ სირცხულის ნაცვლად სულეიმანმა თავისი სიმაღლე უპირატესობად გამოიყენა. ის გახდა ლიბიის ეროვნული საკალათბურთო გუნდის მოთამაშე და მოგვიანებით შოუ ბიზნესში ჩაერთო. ის ასევე გამოჩნდა ფედერიკო ფელინის ფილმში სატირიკონი 1969 წელს. სპოტლაითის მიღმა მასაც ჰქონდა სირთულეები, ტკივილის სხეულში, მოძრაობის გაძნელება და სათაადო მკურნალობის ნაკლებობა. მას ოპერაციაც ჩაუტარდა, რათა შეეჩერებინათ არანორმალური ზრდა, მაგრამ იმ დროისთვის ის უკვე ძალიან დიდი იყო იმისთვის, რომ ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნებოდა. ის გარდაიცვალა 1991 წელს. ჩუმად, დიდად არ ულაპარაკიათ ამის შესახებ, მაგრამ მისი ამბავი განსაკუთრებული ზომის მქონე ადამიანების ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნომერი 9 ჰუსეინ ბისადი. კაცი გიგანტური ხელით და გიგანტური გულით. ჰუსეინ ბისადი ერთ-დროს სოფლიოში ყველაზე მაღალ კაცად ითვლებოდა. და მისი სიმაღლე 7 ფუტი და 9 ინჩია, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. მაგრამ მის სიმაღლეზე მეტად, უფრო მძიმეა ისტორია, რომელიც მის სიჩუმეს უკან დგას. სომალიში დაბადებული ჰუსეინი აკრომეგალიით იტანჯება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ჭარბად გამომუშავდება ზრდის ჰორმონი. ის მხოლოდ მაღალი არ გახდა, მისი ხელებით ძალიან გაიზარდა. მისი ხელისგულის ზომა 10 ინჩზე მეტია. სომალიში ომის გამო მას მოუწია გაქცევა და თავშესაფრის თხოვნა გაერთიანებულ სამეფოში. იქ მან თავიდან დაიწყო ცხოვრება, მაგრამ ეს ადვილი არ ყოფილა
ის ხშირად იყო საავადმყოფოში, ჰქონდა დულების ტკივილები, უჭირდა მოძრაობა და ხშირად მარტო იყო. ეხლა ის მოვლის სახლშია და სრულ განაკვეთზე მომლელი ხავს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მან ბრძოლა არ შეწყვიტა. არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის. საჯარო მიმართვაში მან მოუწოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებისა და ღირსების დაცვისკენ. მისი სხეული განსაკუთრებულია, მაგრამ მისი გული და სიმამაცე საზომს არ ექვემდებარება. ნომერი 8. მუნირ ფორარი. ალჟირელი გოლიათის ტრაგედია. როცა მუნირ ფორარი ცოცხალი იყო, მას აფრიკის ყველაზე მაღალ მამაკაცად და მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფად მიიჩნევდნენ. მისი სიმაღლე იყო 8 ფუტი და 2 ინჩი. ის დაიბადა ბათნაში, ალჟირი. თავდაპირველად მისი ზრდა ნორმალური იყო, მაგრამ 12 წლის ასაკში ყველაფერი შეიცვალა. მისი ჰიპოფიზის ჯირკვალი დაზიანდა და არანორმალური ზრდა გაგრძელდა, რაც გიგანტიზმის ერთ-ერთი ფორმაა. სანამ ხალხი მის სიმაღლეზე გაოცებული იყო, მუნირი ჩუმად იტანჯებოდა. ამ სიმაღლეზე ცხოვრება ადვილი არ არის. მას უჭირს სიარული, ჭამა და მით უმეტეს ძილი. მათ რეგიონში საკმარისი სამედიცინო დახმარება არ არის. ამიტომ უმეტესად ყველაფერს იწმენდა. ის არ ჩიოდა, არც სუპერვარსკვლავით იქცეოდა. შვიდად მიიღო ყველაფერი და ცდილობდა მიზანმიმართულად ეცხოვრა. მაგრამ 2012 წელს ის გარდაიცვალა. არა ასაკის გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი გული ძალიან დაიღალა იმ წლების განმავლობაში, როცა ჩუმად ებრძოდა ავადმყოფობასა და სევდას. მუნირი შეგვახსენებს, რომ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული ფიზიკური გარეგნობა აქვთ, გაცილებით უფრო ღრმა ისტორიები აქვთ, ვიდრე მხოლოდ გარეგნობა აჩვენებს. ნომერი 7. ტუცის ტომი. აფრიკაში ყველაზე მაღალი ტომი. ტუცის ერთი ნაბიჯიც კი მოდელის სვლას ჰგავს. ისინი მხოლოდ თავიანთი კულტურით არ არიან ცნობილი. ისინი ასევე ცნობილნი არიან როგორც აფრიკის ყველაზე მაღალი ტომი და ალბათ თელ მსოფლიოში. რუანდისა და ბურუნდის რეგიონებიდან ტუცების საშუალო მამაკაცის სიმაღლე 6 ფუტს და 1 ინჩს აღემატება. და ბევრი ქალი თითქმის ისეთივე მაღალი. მათ აქვთ ბლუვის სხეული, გრძელი კიდურები და მეფისა და დედოფლის მსგავსი აღნაგობა. კვლევების მიხედვით, ეს გენეტიკის, მაღალ სიმაღლეზე ცხოვრების და ტრადიციული ცილებით მდიდარი დიეტის კომბინაცია. განსაკუთრებით ძროხის რძისა და ხორცისგან. მაგრამ ეს მხოლოდ სიმაღლეს არ ეხება. ტუცები ღრმა ისტორიას ფლობენ, ადრე ისინი მართველები და პირუტყვის მცველები იყვნენ, მაგრამ როდესაც მძიმე არეულობები დაიწყო, ისინი თავადაც სამიზნე გახდნენ. 1994 წელს 100,000 ტუცი რუანდის გენოციდის დროს მოკლეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბნელი თავი აფრიკის ისტორიაში. მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა, ტუცები კვლავ წამოდგნენ. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ როგორც ძლიერი და მტკიცე ერი. ნომერი 6. დინგას ტომი. სამხრეთ სუდანის ბუნებრივი გიგანტები. თუ დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტომისთვის ტახტი არსებობს, სამხრეთ სუდანის დინგას ნამდვილად ძლიერი პრეტენზია ექნება. კაცების საშუალო სიმაღლე აღწევს 6 ფუტს და 4 დუიმს. და ეს მხოლოდ გენეტიკის გამო არ არის. ექსპერტების თქმით, ეს გამოწვეულია გენეტიკისა და ცილებით მდიდარი დიეტის კომბინაციით, განსაკუთრებით რძისა და ხორცის პროდუქტებიდან და აქტიური ცხოვრების წესით, როგორც პირუტყვის მწყემსები, თუნდაც სპორტდარბაზის გარეშე. მათგან ბევრს ბუნებრივად აქვს გამოყვანილი პრესი. გრძელი ფეხები აქვთ, გამართული დგომა და მათი გამოჩენა ძალიან შთამბეჭდავია. თითქოს ყოველი ნაბიჯი ღირსების აურით არის სავსე. მაგრამ სიმაღლეზე მეტად დინგას სამხრეთ სუდანის ისტორიაში ღრმა როლი აქვს. ისინი არიან მებრძოლები, ლიდერები და თავიანთი მითის სულიერი ტრადიციების მცველები. და ეხლა როცა მათი ქვეყანა ნელ-ნელა აღდგება ომის ათწლეულების შემდეგ, დინგას ახალგაზრდებს კვლავ შეხვდებით თოვლულთა ბანაკებში, სკოლებში და ოლიმპიურ არენებზეც კი. მათთან აქვს თავიანთი ტომის ოცნება და ღირსება. ნომერი 5. მასაის ტომი. მებრძოლი, რომელსაც გმირის იერი აქვს. როცა კულტურაზე სიმაღლეზე ვსაუბრობთ, იქ არიან მასაიები კენიისა და ჩრდილოეთ ტანზანიიდან. მამაკაცების საშუალო სიმაღლეა 6 ფუტი და 3 ინჩი, მაგრამ მათი ნამდვილი გამორჩეულობა სწორედ მათ თავდაჭერაშია. მამაცი, უშიშარი და განსაკუთრებული გამბედაობის მქონე. ისინი ცნობილები არიან თავიანთი წითელი შუკათი, ტრადიციული სამოსით და მათი ცეკვა, რომელსაც ადუმუ ეწოდება. ეს არის ცერემონიული ხტომის ცეკვა, სადაც ისინი პირდაპირ ჰაერში ხდებიან, თითქოს გრავიტაცია არ არსებობს. მაგრამ ეს უბრალოდ წარმოდგენა არ არის. აქ იზომება გამძლეობა, სიმამაცე და მებრძოლის გახდომის უფლება. ტრადიციულად ისინი პირუტყვის მწყემსები არიან და მათი საკვები არის რძე, ხორცი
და ზოგჯერ ახალი სისხლიც კი ძროხიდა. ამიტომაც მათი სხეული გამხდარია და ძლიერია, მიუხედავად ასაკისა. მაგრამ მათი იკონური იმიჯის მიღმა ისინი კვლავ იბრძვიან თავიანთ მიწასა და იდენტობისთვის თანამედროვე სამყაროს წინააღმდეგ. მიწის დავებისა და განვითარების ზეწოლის ფონზე ისინი კვლავ მყარად დგანან როგორც პირდაპირი, ასევე სიმბოლური მნიშვნელობით აფრიკის კულტურისა და იდენტობის სიმბოლოდ. ნომერი 4 აფისაგორო ადამიანი, რომელმაც ნიგერიაში ყველას გადააჭარბა. ნიგერიაში ამდენი ადამიანის მიუხედავად, მხოლოდ ერთი არსებობს, ვინც არ გჭირდება ეძებო. აფისაგორო. ის ცნობილია როგორც ქვეყნის ყველაზე მაღალი მამაკაცი და მისი სიმაღლეა 7 ფუტი და 4 ინჩი. მაგრამ გასაკვირია ის, რომ ის არ დაბადებულა მაღალი. ბავშვობაში ჩვეულებრივია. მაგრამ როცა მოზარდობის ბოლოს მივიდა, უცებ ძალიან გაიზარდა. მას დაუდგინდა აკრომეგალია მდგომარეობა, როდესაც ზრდის ჰორმონი ჭარბად გამომუშავდება. ამიტომ ის მხოლოდ სიმაღლეში არ გაიზარდა, არამედ გაუდიდდა ხელები, ფეხები და სახსრებიც. და ზედმეტი სიმაღლის გამო უბრალო რაღაცებიც კი მაგალითად კარში შესვლა მისთვის სირთულე. საჭიროა ჯერ დაიხაროს, რომ შევიდეს. მისი ფეხსაცმელი ყოველთვის სპეციალურად მზადდება. სკამები და საწოლები არ ყოფნის. უფრო ცუდად კი ისაა, რომ მას ქრონიკული ართრიტი აქვს. თითქმის ყოველდღე სახსრების ტკივა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ შერცხვეს, ეს თავის პლატფორმად აქცია. ის მონაწილეობდა ნოლივუდის ფილმებში, იყო მოდელი და საკუთარი რეალიტი შოუ ჰქონდა სახელწოდებით I am Agoro. აქ მან აღიარა, რომ მაღალი ყოფნა ყოველთვის კურთხევა არ არის. მასთან ზდევს ტვირთები, რომლებიც სხვებს არ უჩანთ. აფისაგორო გარდაიცვალა 2023 წელს, მაგრამ მისი ისტორია კვლავ ცოცხალია. დიდი ტანით და კიდევ უფრო დიდი გავლენით. ნომერი 3. ფრანსისკო დომინგო ჟოაკიმი. უნიკალური პირით. ეს კლიკბეიტი არ არის. ფრანსისკო დომინგო ჟოაკიმი ანგოლადან არის ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ფართო პირის მფლობელი. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, რამდენად ფართოა, მისი პირი იღება 6.79 ინჩის სიგანეზე. საკმარისია, რომ მთლიანად მოთავსდეს 1 კილა გაზიანი სასმელი ჰორიზონტალურად. ეს ტალანტი მან აღმოაჩინა თინეიჯერობის წლებში. თავდაპირველად ეს უბრალოდ გართობა იყო მეგობრებთან ერთად, მაგრამ როდესაც გავრცელდა მისი ვიდეო, სადაც პირში უჩვეულო ნივთებს კლაპავს, უცებ ინტერნეტ სენსაციად იქცა. ის საერთაშორისო ტალანტ შოუებში მიიწვიეს და 2010 წელს გინესის მსოფლიო რეკორდებში მიიღო მონაწილეობა. და მან მართლაც მოიგო. მაგრამ ბევრს საინტერესებს ეს ხო არ არის კალბი, ხო არ არის ოპერაცია? არა. ექიმების თქმით, რომლებმაც ის გამოიკვლიეს, ყველაფერი ბუნებრივია. მისი პირი, ქმის კუნთები და კანი უჩვეულოდ ელასტიკურია. ოპერაცია არ ჩატარებულა. არანაირი თაღლითობა, დღეს ფრანსისკო ჩვეულებრივი ადამიანია, ის თავისი ნიჭით დიდად არ ტრაბახობს. მაგრამ როცა საჭიროა, ის მზადაა აჩვენოს თავისი პირი, რომელიც სიტყვა-სიტყვით მსოფლიო დონისაა. ნომერი 2. აშა ზულუ მანდელა. ხალი, რომელსაც თმა ავტობუსზე გძელია. ის არ არის დედოფალი, მაგრამ მას აქვს გვირგვინი და ეს მისი საკუთარი თმისგანაა გაკეთებული. აშა ზულუ მანდელა, რომელიც ტრინიდადსა და ტობაგოში დაიბადა და ახლა აშესეშუში ცხოვრობს, ცნობილია როგორც ხალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი დრედლოკი აქვს. მისი თმის სიგრძე 110 ფუტზე მეტია. დიახ, უფრო გრძელია ვიდრე ქალაქის ავტობუსი. მან თმის გაზრდა 40 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ეს იყო მისი პირადი ტრანსფორმაციის ნაწილი. მისთვის ეს მოდა არ არის, ეს სულიერი მოგზაურობა. მისი თმის თითოეულ ღეროში, როგორც თავად ამბობს, არის მისი ძალა, იდენტობა და სამკურნალო ენერგია. მაგრამ ეს მარტივი არ არის. როცა თმას სველი აქვს, მისი წონა 25 ფუნტზე მეტია. ექიმების თქმით, ეს შეიძლება მის ხერხემალზე იმოქმედოს, მაგრამ მიუხედავად გაფრთხილებისა, მან უარი თქვა თმის შეჭრას. მისი თქმით, ჩემი თმა, ჩემი ნაწილია. მისი შეჭრა იგივე იქნება, როგორც ჩემი სულის მოჭრა. და მიუხედავად იმისა, რამდენი რამ გამოიარა მან, დისკრიმინაციიდან დაწყებული იმ ადამიანებამდე, ვინც ამბობდა, რომ ის მეტისმეტად ექსტრემალურია, ის მაინც მტკიცედ დარჩა. მისი თმა მხოლოდ სამკაული არ არის. ეს არის ცოცხალი სიმბოლო იმისა, ვინ არის ის და საიდან მოდის. ნომერი 1. ნიუერ ხალხი. ადამიანები, რომლებიც ამაყად დგანან თავიანთი წარმოშობით, არა მხოლოდ სიმაღლით. ნილოსის ველის ყველაზე ქვედა ნაწილში, სამხრეთ სუდანში, ცხოვრობენ ნიუერ ხალხი. ეს არის ხალხი, რომელიც არა მხოლოდ მაღალია, არამედ მტკიცე, მამაცი და ძლიერი იდენტობით გამოირჩევა. ისინი ცნობილნი არიან როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეთნიკური ჯგუფი მთელ აფრიკაში, სადაც ბევრი მამაკაცი 6 ფუტზე მეც აღწევს სიმაღლეში. მაგრამ მათი სიმაღლის საიდუმლო მხოლოდ გენებში არ არის. მათი მთელი ცხოვრება ბუნებაზეა დამყარებული. განსაკუთრებით მათ ყველაზე ძვირფას სიმდიდრეზე, ძროხებზე. რძე მხოლოდ საკვები არ არის.
ეს მათი კულტურის წმინდა ნაწილია. მათი რაციონი მდიდარია ბუნებრივი ცილით, რომელიც რძის პროდუქტებიდან და ხორციდან მოდის. მათი ყოველდღიური საქმიანობა, როგორც მესაქონლეების, დაწყებული ცხოველების მოვლიდან მიწის სამუშაოებამდე, ინარჩუნებს მათ გამხდარ და ათლეტურ სხეულს. მაგრამ სიმაღლეზე მეტად, ნიუერები მართლაც შთამბეჭდავნი არიან იმით თუ როგორ ინარჩუნებენ თავიანთ იდენტობას ქაოსის მიუხედავად. ისინი გადაურჩნენ სამოქალაქო ომებს, იძულებით გადაადგილებასა და მათი ქვეყნის დაქუცმაცებას. ყველაფრის მიუხედავად, ისინი მაინც მყარად დგანან. ფიზიკურადაც მაღალი და ღირსებით კიდევ უფრო მაღალი. მათი კულტურა ცოცხალია რიტუალებში, ენაში და მომავალ თაობებში. მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო სწრაფად იცვლება, ისინი რჩებიან საკუთარი იდენტობის ფესვად. ამ სიის ყველა ისტორიის ბოლოს, ნიუ-იორკ ხალხი შეგვახსენებს, რომ განსაკუთრებულობა ყოველთვის ინდივიდუალური არ არის. ზოგჯერ მთელი საზოგადოება ერთდროულად წამოიმართება, ფეხზე დგება და ქმნის ისტორიას, რომელიც უფრო მაღალია ვიდრე ნებისმიერი ცათამბჯენი.